მოგესალმებით. Ამ ვიდეოში მე წარმოგიდგენთ ჩემთვის საყვარელ და საინტერესო წიგნებს და მოდით დავიწყოთ. პირველი ეს არის რუსიმწერლის ფიოდორ დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი. ამ რომანში უნივერსიტეტიდან გარიცხული ხელმოკლე სტუდენტი ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში და იგი მოულოდნელად განზრახ გადაწყვეტს რომ ჩაიდინოს დანაშაული რათა ის ამოკლას ადამიანი რათა ამით უმტკიცოს მთლიან სოფლიოს რომ მას ამის უფლება აქვს. ეს წიგნი მართლა ძალიან საინტერესოა იმოგზაურებთ ამ წიგნში მომხდარ მოვლენებთან ერთად და ყოველს გირჩევთ რომ წაიკითხოთ. ხოლო შემდეგი წიგნი არის ლუიზა მეი ოლკიტის პატარა ქალები, რომელიც დაიბეჭდა 1868 წელს და დაბეჭდის დღიდანვე ძალიან აქტუალურია ეს წიგნი. ეს წიგნი მოგვითხრობს სოციალურ სამართლიანობაზე, სამართლიანობის, ოჯახის, მეგობრების, ქალთა უფლებების მნიშვნელობაზე. ეს წიგნიც არის ძალიან საინტერესო. ამ წიგნთან ერთად ბევრს იტირებთ და ბევრსაც იცნებთ და უკეთ ყოველს გირჩევთ რომ წაიკითხოთ და თქვენ თვითონვე მიიღოთ ამ წიგნიდან სიამოვნება.